2014 წლის ადმინისტრაციის კომიტეტში 2000 განცხადება შევიდა, დღეს მუშაობის ანგარიში ეკაბსელიამ შეაჯამა. დეპუტატმა ილაპარაკა საკანონმდებლო ინიციატივებზე, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობის და მონიტორინგის შედეგებზე. ბესელიას შეფასებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დამტკიცება და სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით კომიტეტის მიერ შემუშავებული დებულებები ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის წლად გამოცხადება მომავალი წელი. ყველაზე აქტიური იმ დაახლოებით 12,000 მომართვიდან, რომელიც კომიტეტში შემოვიდა წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი რეაგირება მოხდა საშელახსოვრების სამინისტროს სამსახურში, ამ უწყებაში გაიგზავნა ყველაზე მეტი პროცენტულად, ეს ხო დაახლოებით 39% ჩვენი კორესპონდენციის და შესაბამისად ყველაზე მეტი პასუხი მათ შორის დადებითი გადაწყვეტილება არის ამ უწყებიდან მოსული, ასევე ძალიან აქტიური რჩება კომიტეტის საქმიანობის პროცესში მთავარი პროკურატურა და საკმაოდ აქტიური იყო ამ კუთხით ჩვენი თანამშრომლობა. წლის განმავლობაში გამოიკვეთა არაერთი ტენდენცია, ერთ-ერთი უნდა დავასახელო, ეს არის ძალადობა ქალთა მიმართ, რომელიც შეიძლება ითქვას როგორც ახალ ტენდენციად წარმოისახა მიმდინარე წელს, ასეთი საგანგაშო ციფრებში აისახა მკვლელობების ტალღა, რომელსაც ადგილი ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთივე პრობლემატური საკითხი არის არასათანადო მოპყრობის ფაქტები დახურულ-დაწესებულებებში და ამ ფაქტებზე არასათანადო რეაგირება საგამოძიებო ორგანოების მხრიდან. ერთ-ერთი პრობლემატური საკითხად ასევე შემიძლია გამოვყო შეუწყნარებლობის ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტები და ინციდენტები, განსაკუთრებით მუსულმანებთან დაკავშირებით საქართველოში. ასევე პრობლემატური იყო განთავისუფლებები, რომელიც რამდენიმე თვითმმართველობის ორგანოში მასობრივ ხასიათს ატარებდა და ეს პრობლემები რეალურად წლის განმავლობაში არსებობდა. მთლიანობაში კომიტეტის საქმიანობას რაც შეეხება საკმაოდ მჭიდრო ნაყოფიერი თანამშრომლობა იყო.